I'm German homelos, I drink coffee and I know things. 42 ეპიზოდის თემა არის რა არის ლოცვა. ადამიანი არ არის მარტო სული ქმნილება. მის გულში ჭეშმარიტი ღმერთი ცოცხლობს. უბრალოდ უნდა მოусმინოს ადამიანმა მას და მხოლოდ ასე შეძლებს სამოთხის შეგრძნებას ამ ქვეყნიურ სიცოცხლეში. და თუ უარყოფს უფალს თავის გულში ადამიანი მთელი მიწიერი სიცოცხლის დარცსა და ბოროტებაში გატარება მოუწევს. რადგან ბოროტება და სიკვდილი ჯოჯოხეთი არაფერია თუ არა ღმერთის უარყოფა და მასთან დაშორება. ყველაზე უფრო მტკივნეული იმის მოსმენაა, რომ ძალიან ბევრ ქრისტიანს სერიოზულად სჯერა, რომ ლოცვა არის რაღაც ტექსტის ჩაკითხვა, ზერელედ, უმარილოდ და მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული საქმე. ამ ადამიანმა განა არ იცის, რომ არასწორად იქცევა. არასწორი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ. იცის ძალიან კარგად, უბრალოდ გულის სიღრმეში მას ღმერთის არ სწამს. ძალიან პირდაპირი ნათქვამია, მაგრამ ასეთ ადამიანს ღმერთის არ სწამს. რწმენა საერთოდ არ აქვს. შეიძლება ამას ცოცხალი თავით არ აღიარებს, მაგრამ ასეა. და ამ ლოცვას რატომ კითხულობს და ეკლესიაში რატომ დადის იცით? იმ ფილმში რომაა ვაი და მართლა არსებობ ღმერთო, აჰა შენ ეს სანთელიო. ანუ არ აქვს რწმენა, ღმერთი არ უნდა, არ ეძებს, არ იკვლევს, არ ცდილობს მის შეცნობას, მაგრამ თან ეშინია. ვაი და მართლა არსებობს, მოდი მივუგდებ ამ ლოცვას სანთლებს და კაი ვიდგები ამ ეკლესიაშიო. რამდენიმე წუთიო. საქმეზე რომ მიდგება, ღმერთი არ დამსჯის, რაღაცას რო ვთხოვ, დამჭირდებაო, შემისრულებსო, სირცხვილია. ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია და მე თუ მკითხავთ, ურწმუნოებაზე უფრო დიდი ცოდვაც კი არის. ლოცვა არის ღმერთთან დიალოგი, კავშირი, ცოცხალი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება წმინდა მამების შექმნილი ლოცვის ტექსტებითაც და უფრო გულწრფელ დონეზე, საკუთარი სიტყვებითაც კი. რაც მთავარია, გულით უნდა გსურდეს, გულიდან უნდა მოდიოდეს მასთან ურთიერთობის სურვილი. ნათქვამია, რომ ღმერთზე ფიქრი, მისი შეცნობის წყურვილიც კი ერთგვარი ლოცვაა. ქრისტე აღთქმისა და ამაღლების შემდეგ მამა ღმერთთან და სულიწმინდასთან დაბრუნდა და აქ მარტოები დაგვტოვაო. რატომ არ დარჩა ჩვენთანო? ჭეშმარიტი ქრისტიანი ამაზე უპასუხებს, მარტო არ დაუტოვებივართ, აქ არის, სულ ჩვენს გვერდითაა, მეტიც, ის ჩვენს გულშია მუდამო და ზოგიერთს ეს, რომ უფალი ჩვენს გულშია, სიტყვის მასალა და რაღაც ლამაზი ფრაზა ჰგონია. მომხიბვლელი ფრაზა. არა და ეს არის პირდაპირ ყოველგვარი გაფორმების გარეშე ნათქვამი სიმართლე. იესო ქრისტე მართლა სულ ჩვენს გვერდითაა და მზად არის ჩვენს მოსასმენად. აი ერთი სული აქვს, როდის მოვინდომებთ მასთან საუბარს. ადამიანის თვალი ხომ სანახაობის გიჟია, სულ სასწაულებს ითხოვს. გახსოვთ ის მომენტი მომაკვდავ უფალს ჯვარზე, რომ მეუბნებიან, მიდი აბა თუ მართლა ღმერთი ხარ, დაიხსენი თავი და ჩამოდი მაგჯვრიდანო. უკვე ეჭვები აქვთ, რომ მართლა ღმერთი აწამეს და აცვეს ჯვარს, ან უკვე რწმენა ეპარებათ, მაგრამ მაინც ისე ჯადოქრობას, სასწაულს, სანახაობას ელოდებიან. იხსენი თავი და გიწამებთო. და რატომ არ აკეთებს ამას უფალი? რა მართლა გონიათ, რომ არ შეუძლია? რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ არ სურს ღმერთს, რომ სასწაულის ძალით და ერთგვარი ხათრით მიექციოს ადამიანთა ყურადღება და მათი სიყვარული. რადგან ასე რომ მოხდეს, უკვე ანგარება იწყებს გაღვივებას, რომ აი ამას იმიტომ სწამს უფლის, რომ ღმერთმა მას მანქანა აჩუქა, ყავისფერი თვალები ლურჯად გადაუკეთა, ციდან $1,000,000 ჩამოუყარა. ასე ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა, კავშირი ხდება მატერიალური რაღაც, მიწიერი. და ის, რაც იდეურად არის სულიერი და ზეცნობიერი ხასიათის, არ შეიძლება გახდეს მატერიალური და მიწიერი. კი, მაგრამ თუ ჩვენს გვერდითაა და გვისმენს, დაგვენახოსო, დაგველაპარაკოსო. ისევ სანახაობას ითხოვს ადამიანი. არ ჩნდება და არ გვცემს სიტყვიერ პასუხებს, იმიტომ რომ პატვის გვცემს, გვიფრთხილდება, ძალიან ფაქიზია უფალი ჩვენს მიმართ. წარმოიდგინეთ, როგორ ვიქცევით, როგორ მოვექეცით, როცა დედამიწაზე ადამიანად ცხოვრობდა და მაინც როგორი თბილი და ფაქიზია ჩვენს მიმართ. რომ გაჩნდეს უცბად ფიზიკური ფორმით ჩვენს ოთახში და ლაპარაკი დაგვიწყოს, ეს უკვე ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩარევა იქნება. ანუ ადამიანი არასწორად იქცევა და მოდის ღმერთი მკაცრი მამასავით, მშობელივით, რომ დატოქსოს და ჭკუა დაარიგოს ადამიანს. უფალი ასეთი არ არის. ის ყველა ადამიანს უყურებს როგორც სრულყოფილ ქმნილებას. როგორი სულელი და ბრიყვიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. თავს არარავად არ აგრძნობინებს, არ შეავიწროვებს, არ დასცინებს, არ დათრგუნავს,
როგორც მეგობარს ისე გხედავს. თავის გადამეტების გარეშე გეუბნება რა არის სწორი, როგორ უნდა იცხოვრო სწორად, როგორ იყო ბედნიერი. ამას გაჩვენებს თავისი ამ ქვეყნიური სიცოცხლის მაგალითზე, წმინდა წერილს გვიტოვებს და სულიწმინდის საშუალებით ჩვენს გულში ცოცხლობს, გვანიშნებს, გვაფრთხილებს, სწორ გზას გვიჩვენებს, ოღონდ ამასაც ძალიან ფაქიზად არ ძალადობს ჩვენზე, ძალიან ფრთხილად აკეთებს ამას. წარმოიდგინეთ, სამყაროების, გალაქტიკების, ვარსკვლავების, პლანეტების შემქმნელი რა დონეზე იყვარებს ადამიანს, რომ ამდენს აკეთებს მისთვის, მათთვის, ჩვენთვის, ჩემთვის, შენთვის. ლოცვა ეს არის ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი დიალოგი, ურთიერთობა, რაც სულიერ სიმშვიდეს ბადებს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანში.